განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო. დაესწრო ცენტრში მიმდინარე ქართული ენის დისტანციურ გაკვეთილსაც, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ქვეპროგრამა ქართული დისტანციური საპილოტე სკოლა 2016 წინ ახორციელდება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ხელმისაწვდომია უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. ეს არის პილოტური ფაზა, სადაც უკვე 15 ქვეყნის მასშტაბით 150 ბავშვი არის ჩართული. 5-დან 15 წლამდე ქართული ენის სწავლების მსურველთა რიცხვი უკვე 500-ს აჭარბებს, თუმცა პილოტირების შემდგომ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ვიმსჯელოთ პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. ეს არის სწორედ ის ინტერაქტიული, ინოვაციური მიდგომები, რომელიც ერთის მხრივ ქართული ენის სწავლების საშუალებას გვაძლევს დიასპორის შვილებისთვის და მეორეს მხრივ არის ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალურად სისტემურად უნდა დაენერგოს. რომ უფრო და უფრო მეტ ქართველს, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში, ეცოდინება მშობლიური ენა, გაუჩნდება ინტერესი იმის, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს, შეიძლება აქ თანატოლებთან კომუნიკაცია და რაც მთავარია, მათი სურვილის შემთხვევაში თუ ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, შეძლებენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების გაგრძელებას, ასევე უმაღლესი განათლების მიღებას.